გამარჯობა. დღეს გსავარჯოთ დარიოს საისტორიო კლუბის გადაცემას. განმეორებით პროფესორი ქალბატონი ელისო ყავაძე ყვება არქეოლოგიის და პალეონტოლოგიის შესახებ. დავით ჯაფარიძე, ელისო ყავაძე. უსმინოთ. საღამომშვიდობის დღეს ნამდვილად საინტერესო თემა იქნება ჩვენი საუბრისა და მოგზაურობა ჩვენთან ქალბატონი ელისო ყავაძე, რომელიც გახლავთ პალეონტოლოგი. დავით არის ეს რა არის, რას ნიშნავს ეს ტერმინი? ეს არის ბოტანიკის ქვედარგი, რომელიც სწავლობს ყვავილის ფერს. ხომ ასეა ქალბატონ ელისო? დიახ. ყვავილის ტრიანას. და აი ამ კვლევებმა მოუხდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია ამ საქართველოს არქეოლოგიაზე და ძალიან ძველ პერიოდებზე ჩვენი ისტორიისა. იმის პამენტა რომ ეს საქართველოს არქეოლოგიურად არის უაღრესად საინტერესო ქვეყანა. დაწყებულია დვანისელი ადამიანით, რომელიც 1.700.800 წლით თარიღდება, დამთავრებული გვიან შუა საუკუნეებით, აი ყველა ეპოქის საინტერესო ძეგლებია აღმოჩენილი და გრძელდება კვლევები. შეიძლება უწოდოთ პირველი არქეოლოგები, ეგრეთ წოდებული შავი არქეოლოგები იმ ადამიანებს, ვინც ძარცვავდნენ ორღანებს, ოდესღაც 1000 წლების წინ. მე-19 საუკუნიდან იწყება უკვე უფრო ესეთი არქეოლოგიაში სისტემატიზირებული კვლევა სხვა ძეგლების და მათ შორის საქართველოშიც მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე იწყება გათხრები. ამ არქეოლოგიას ბევრი რამე არქეოლოგიურ კვლევებს აღმოჩენებს ბევრი რამ არის ისეთი, რაც განაპირობებს, თქვათ, ამ ძეგლების შენახვას, არტეფაქტების შენახვას ძეგლებზე. ერთ მაგალითს მოვიყვან, მხოლოდ აი ვანისი ვახსენე და იქ აღმოჩნდა აი ამ 5 ადამიანის ჩონჩხი და თავის ქალები, რომლებიც დათარიღებულია კიდევ მეორე 1.800.700 წლით. ამ დროს ვანში ერთ-ერთი ბოლო ყველაზე მდიდრული სამარხი, რომელიც აღმოჩნდა, ეს იყო 2004 წელი, თუ არ ვცდები, ქალის სამარხი, იქ თუ თავის ქალები და ძვლებია, ვანში მხოლოდ კბილებია დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ ეს არის 24 საუკუნის წინანდელი სამარხი ვანის. და იქ ვანის ესეთი მშავე ნიადაგების გამო ამ ნიადაგში ქრება ძვლები და რჩება მხოლოდ კბილები, რომელსაც ინახავს მინანქარი. ბევრი რაღაც თავისებურებებია, ხო და აი უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არქეოლოგები იყენებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევებს და ბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, რომელთა კვლევებმაც და ძიებებმა ძალიან გაამდიდრა არქეოლოგიური ინფორმაცია და ისტორიული ინფორმაცია. ამ ხრივ ქალბატონ ელისო, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვან სპეციალისტი ბრძანდება, წამყვანი მეცნიერი მუშაკი და პროფესორი, უაღრესად საინტერესო აღმოჩენები აქვს ამ მიმართულებით. და აი მე ვთხოვდი ქალბატონ ელისოს, რომ აი უფრო დაწვრილებით გითხრას, აი ეს რას აკეთებს პალეონტოლოგია და მე რა არის უკვე მიკვლეული. შეიძლება ეს იყოს საფარხარაბასა და ანანაურის მაგალითზე, როგორ საუბრობთ ქალბატონ ელისო. დიახ, მოგესალმებით ასევე თქვენ მსმენელებს, მივესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეხლა რა თქმა უნდა წარმოდგენა გქონდეთ რა არის ეს დისციპლინა. ეს არის პალეობოტანიკის დარგი, ანუ ამ მიკროსკოპიული ნაშთებით, ესე იგი მცენარეთა ყვავილის პრისმაცვლების შესწავლისას ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ წარსულში, აი ვთქვათ იგივე ბრინჯაოს პერიოდში თუ რა მცენარეულობა იზრდება. ამას როგორ ვახერხებთ? იმიტომ რომ ყვავილის პრისმაცვლები ძალიან კარგად ინახება დიდი ხნის მანძილზე, ინახება ათასობით წელში, ინახება უფრო მილიონი წლის მანძილზე შეიძლება ნალექებში, ან სამარხში, ან ჭურჭელში შეინახოს და მას არაფერი არ მოუვა. და მიკროსკოპიულად ჩვენ როცა ვსწავლობთ ამ პრისმაცვლებს, ხო? ეს არის გადიდება 500 ჯერ, 1000 ჯერ. ჩვენ ძალიან კარგად პრისმაცვლების
მიხედვით, აი როგორც ვთქვათ, ფოთოლი რო ავიღოთ ხომ, მცენარეს ხომ ფოთოლი და სხვადასხვა მცენარეს აქვს სხვადასხვა ფოთოლი. ავიღოთ ლეღვის სხვა ფოთოლი აქვს, კაკალს სხვა ფოთოლი აქვს. ასევე მცენარეთა მტვრის მარცვლებს ყველას აქვს თავისი მორფოლოგიური ნიშნები და ჩვენ მტვრის მარცვლით ასეთი ამ მიკროსკოპიული ნაშთით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რა მცენარე იზრდებოდა. ხე იქნება, ბალახი იქნება. ხო და როდესაც ჩვენ ამ მცენარე ამ მტვრის მარცვლებს ვითვლით და თქვათ არის ძალიან სპექტრში არის ესეთი წიწვოვანი მცენარეები თქვათ ნაძვი, სოჭი, ხო? ესე იგი, როგორი კლიმატი იქნებოდა, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ ნაძვი და სოჭი იზრდება მაღალ მთაში. ესე იგი, კლიმატური პირობები ცივია იმ დროს. აი თქვათ იგივე, კოლხეთი ავიღოთ. ჩვენ სპექტრში გვექნება ბევრი წაბლის მტვრის მარცვალი, კაკლის, ვაზის. ესე იგი, ვაზი კი ზემოთ ხომ მაღალ მთაში ვერ გაიზრდება, ვერც წაბლი და ვერ გაიზრდება. და ისეთი სითბო მოყვარული მცენარეები. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ წარსული დროის ეპოქის მცენარეულობა. შემდეგ, როცა ჩვენ ვიცით მცენარეულობა, ჩვენ შეგვიძლია პალეოეკოლოგიური პირობები აღვადგინოთ, ესე იგი კლიმატი. გარდა ამისა, თუ არის ეს არქეოლოგიური ძეგლი, ჩვენ როცა ვთქვათ ჭურჭელში იგივე გინათ ფენაში ნახავთ უამრავ ხორბლის მტვრის მარცვალს, ანუ სხვა მიწათმოქმედების ელემენტებს, ხო? მებაღეობას, ვთქვათ, კაკლის, ხილის, გინათ ვაზის და ჩვენ ხო შეგვიძლია ვილაპარაკოთ ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობაზე. დიახ, ვთქვათ, მენახეობა იყო თუ რა იყო და ეს ძალიან ნიშნულოვანია ადამიანის მოღვაწეობა. ადამიანის მოღვაწეობა ასევე ძალიან ხშირად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. აი მაგალითად არაქსის პერიოდში, როცა იყო გლობალური დათბობა, აი მევენახეობა იყო მაღალ მთაში, ჯავახეთში იყო განვითარებული. წარმოიდგინეთ, ჯავახეთში 2000 მეტრზე მე აი თისელი არქეოლოგიურ ძეგლშიც ვნახეთ. დიახ, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია არქეოლოგიისთვის აი რა. როცა ჩვენ ვსწავლობთ სამარხებს და ვსწავლობთ ჭურჭლის მასალას, ჩვენ ჭურჭლის მასალის მიხედვით ჩვენ ხო ვიცით, რომ იგივე ავიღოთ ბრინჯაოს პერიოდში ადამიანს უამრავ საჭმელს ატანდნენ, ჭურჭელს და ჭურჭელში, რა თქმა უნდა, ჭურჭელში საჭმელსაც ატანდნენ, ხორბლევს ატანდნენ, ყველაფერს ატანდნენ საიქრო ცხოვრებისთვის. ეს ხო ცნობილია ისტორიკოსებმა ეს იციან, იმიტომ რომ უამრავი ჭურჭელია, დერგებია სამარხებში. დიახ, და ჩვენ მიკროსკოპიულად, ესე იგი მიკროსკოპის ქვეშ შევისწავლით ამ შიგ თავს და ჩვენ კარგად უკვე ვიცით რა ჩაატანეს ამა თუ იმ მიცვალებულს. აი ასე ჩვენ დავადგინეთ კოდიანის ორგანში უძველესი, ბატონო? ერთი ის მინდოდა უძველესი თვითონ ეს ყვავილის ფერი, ვინც არის შეიცავს კაჟმიწას. კაჟმიწას, რომელიც ინახება როგორც თქვენ ბრძანეთ, ათასობით და მილიონობით წლებით და ის არ ქრება. ძალიან დიდხანს ინახება ეს კაჟმიწის ყვავილის მტრიანეს შეიცავს კაჟმიწას კიდევ მეორებ და ამის მეშვეობით თან ეხლა ისაც წეგან სპეციალურად ჩავიხედეთ თქვენ იმაში სტატიაში. რომ 4 საფეხურიანი გამოყოფა იმ ნიმუშს მიწას იღებს თქვენ და გამოყოფთ იქიდან მიწას მე 4 საფეხურად და ბოლოს რო იღებთ იმ პრეპარატს საბოლოოს რომ იმითი უკვე მიკროსკოპში ადგენთ თქვა რა მცენარეები იყო იმ დროს ეს იმიტომ რომ უფრო გასაგები რო იყოს ვინც ეს არის ეს მეთოდი რა თქმა უნდა დიახ, ჩვენ ამ რა ვიღებთ იმ ჭურჭლის შიგნავს, ხო? ჩვენ ლაბორატორიაში ვამუშავებთ რამდენიმე ეტაპია, რომ ამ მიწიდან ან იქ ხო ბევრი ორგანული ნაშთია, მიწა ჩაიყარა, შეიძლება უამრავი რამე იყოს, ხო? მაგრამ ჩვენ ვამუშავებთ წმენდა და სინჯარაში უკვე ნამდვილად მხოლოდ ორგანული ნაშთები გამოყვავს. იქ მინერალური ან ნიადაგი და რამე კარგი არაფერი აღარ არის.
რა თქმა უნდა, ამაშია დიახ, ამაშია დიდი მადლობა, რომ ასე თქვენ უფრო დეტალურად აღნიშნეთ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თქვათ მიცვალებულს რა გაატანეს. ამ სწორედ დიახ ამ მეთოდმა ამ ჯუჯლში შიქთავსის აი კოდიანას ყორღანში ბაკურიანთან არის ეს ყორღანი ეს არის 24 ძველი წელთაღრიცხვის 24 საუკუნე რომ იყო მიცვალებულს 3 ჭუჭრით ჩაატანეს თაფლი და ეს თაფლი სხვადასხვა იყო ხარისხის ერთი იყო ცაცხვის მეორე იყო მარცვლოვნების და მესამე მდელოების და მე კიდეც არქეოლოგების ვარავდი და დასკვნა იყო რომ ალბათ მიცვალებული იყო მეფუტკრე დიახ უკვე და რა თქმა უნდა იმიტომაც ჩაატანეს ალბათ სამივე ჭურჭელში ეს თაფლი თაფლის ნაშთების აღმოჩენა დიდი კიდე დახმარება მოვიწია იცით ბალზამირება აღმოჩენილია ბალზამირება მტკვარ-არაქსის პერიოდში ანანაურის მტკვარ-არაქსის პერიოდში ძეძვების სამარხში ეს არის აღმოსავლეთ საქართველოში და კიდე ანანაურ ყორღანში მიცვალებულ ძვლები რო შევისწავლეთ ძვლებზე მიწებებული ორგანული ნაშთები ყველგან ქონდა თაფლის ნაშთი ანუ თქვენ წარმოიდგინეთ რომ უკვე 5000 წლის წინ ხდებოდა თაფლით ბალზამირება ეცად დიდი აღმოჩენა იყო აი ესაც მიკრობიოლოგიური ასეთი ჩვენ რო არ ჩაგვეტარებინა ეს ანალიზები რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვერ დავადგენდით ანუ გამოდის რომ ეგვიპტეზე ადრე ჩვენთან 5000 წელზე ვლაპარაკობ ძეძვების სამარხი არის 5000 წლის აი ამ მიცვალებულს რომელზეც ბალზამირებული იყო კიდე დიდი ჭუჭრით ჩაატანეს თაფლი თვითონ თაფლი და ეთნაირი შემადგენლობა იყო ეს თაფლი ტყის თაფლი იყო დიახ გარდა ამისა ჩვენ რა შეგვიძლია ხშირად ატანდნენ წამლებს მიცვალებულს ხო წამლების სპექტრით ჩვენ შეგვიძლია წამალი ვნახოთ ჩატანებული თქვათ იგივე ბალახები ან მოხარშული ასევე ჩვენ თუ შევისწავლეთ მიცვალებულის მუცლის არეში ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავასკვნათ რა მირთვათ სიკვდილის წინ და რა წამალი დალია იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისიც ჯერ ადამიანი რო ამუშავებს საჭმელს ნერწყმით მერე ჩადის კუჭის წვენით იქ ხდება დიზინფექცია ჯერ ნერწყმით მერე კუჭის წვენით და ამიტომ გასტერილიზებული ეს მტვრის მარცვლები და ნაშთები ძალიან კარგად ინახება და ყოველთვის სამარხში როცა გვაქვს ჩონჩხი კარგი რა თქმა უნდა და დაცულობის ჩვენ ვიღებთ ანალიზებს აი გავის ძვალიდან მუცლის არედან და ჩვენ შეგვიძლია თქვათ აი თქვათ დავადგინოთ რომელი სამკურნალო მცენარე იყო და სამკურნალო მცენარეების მიხედვით იმიტომ რომ მაშინ იგივე წამლები იყო რაც ახლა ეთნომედიცინაშია რაც ახლა სახალხურ მედიცინაშია აი მრავალძარღვა ჭინჭარი ასეთი დღესაც რომელსაც ადამიანი ხმარობს იმიტომ რომ ხალხმა მაშინათვე უკვე იცოდა ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ მისი დავადება კიდე რა შეგვიძლია მუცლის არეში როცა ვსწავლობთ მასალას ჰელმინტოზების ანუ პარაზიტული ჭიების არსებობის აი ასკარი და ძალიან უწინდელი დროდან უკ ადამიანს ყავდა იმიტომ რომ უჩნდებოდა იმიტომ რომ ეს კვერცხი აი დღეს რომელსაც ანალიზ ბავშვებს უკეთებენ ხო როგორ ადგენენ ჭია ყავს თუ არა უნდა ვიპოვოთ ნაწლავებში და ან გავის ძვალში უნდა ვიპოვოთ კვერცხი და აი ეს კვერცხის გარსიც მაგარია და აი ისიც შეიძლება ათასობით წლებში მუცლის არეში შეინახოს და ესე ძალიან აი ღვიძლის ორპირა მაგალითად აი ეს თვითონ ასკარიდოზი და ძალიან უამრავი დავადება ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ხედავთ როგორი საფარხარაბაზე მე მახსოვს რომ საფარხარაბას სამაროვანზე სოლიტერის ისე ნაშთები აღმოჩნდა და იმავე ადამიანის მუცელში გვიმრის ნაშთები აღმოჩნდა. და თქვენ მაშინ წერდით
გვიმრა მაშინას და ეხლაც ჭიების დასაყრევინებლად გამოიყენება. დიახ, აი მაგათ ამოვსწორთ. აი მაშინ უკვე ადამიანმა იცოდა რომ გვიმრა იყო, უამრავი გვიმრები დღეს საქართველოში რომელიც იზრდება, ძალიან კარგი არის წამალი ეს პარაზიტული ჭიების სამკურნალოდ. კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს აი ძალიან იცით რა არის აი სწორედ მიკრონაშთები ადრე პალინოლოგია იყო მხოლოდ მცენარეთა მტრის მასლებს სწავლობდა და დღეს რაც კი პალინომორფში ანუ რაც კი სინჯარაში ამოდის მიკროსკოპიული ნაშთები ჩვენ ყველაფერი ვიცოდეთ და ამან რა მოგცა ძალიან საინტერესო მიცვალებულის ჩაცმულობა აი როცა არქეოლოგი თხრის ხო იქ არის მხოლოდ ჩონჩხი და ჩვენ ჩონჩხის დიდი ძვლების ქვეშ ან თქვათ თავის ქალის ქვეშ ავიღოთ იქ ყოველთვის არის ასეთი შავი ფენა მთელი შავი ფენა ეს არ არის მიწა ეს არის ზუსტად დაშლილი თმების ნაშთი ან ქსოვილის თავსაბურავის თუ დიდი ძვლებია დიდი ძვლების სამოსის და აი ეს რო შევისწავლოთ აი მაგალითად საფარხარაბაში ჩვენ დავადგინეთ რომ მე-15-მე-16 საუკუნეში საქართველოში უკვე შემოქონდათ ბამბის ქსოვილი ეს იყო ძალიან დიდი აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვის ძალიან მნიშვნელოვანი 9 საუკუნეში დიახ ითვლებოდა რომ ძალიან გვიან ასევე აბრეშუმი ითვლებოდა რომ გვიან მაგრამ უფრო ადრე შემოვიდა და რაც თავარია და უნიკალური აღმოჩენა სწორედ აი ბოჭკომ ნუ ჩვენ ასწავლოთ ჩვენ გვხვდება ქსოვილი აღარ არის მაგრამ კარგად შეინახა ქსოვილის ბოჭკო დაფისნაფრეთი ესე რომ ვთქვათ და აი სწორედ ამანაც ჩვენ სოფლიო დიდი აღმოჩენა გვაჩვენა რომ ჩვენ ბოჭკო ვნახეთ ზუძვანას გამოქვაბულში პალეოლითურ დროში ანუ ქვის ხანაში წარმოიდგინეთ როგორც კი ადამიანი იყო ჰომო საპიენსი იყო ეს უკვე 40000 წლის და 35000 წლის წინ უკვე ადამიანი და მან უკვე გაიცნო იმიტომ რომ ფენები რომელიც დათარიღებული იყო 35-30000 წლის წინანდელი იქ ჩვენ ვნახეთ დართული ველური სელის დაფი და შეღებილი ესე იგი ეს არის უტყუარი რომ ნამდვილად უკვე ძაფი იყო კიდეც ადამიანმა შეღებაც იცოდა და ქსოვაც იცოდა ესე იგი შეუძლია ეხლა რატო ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ იმ პალეოლითური დროში ადამიანს უკვე შეეძლო თქვა ჩანთა მოექსოვა და ხო და შორი მანძილიდან მოეტანა იგივე სამკურნალო მცენარე იგივე კენკრა იგივე მყიდან იგივე თხილი კაკალი ესეც იყო ძალიან დიდი წინწასული ნაბიჯი იცით და ეს აღმოჩენა იყო ძალიან და გამოდის რომ სოფლიოში ჩვენთან ყველაზე ადრე ადამიანმა გაიგო თვისებები სელის ჩვენთან თურმე იზრდება კავკასიაში 18 სახეობა ველური სელის და ამიტომ ადამიანს აი სწორედ დასავლეთ საქართველოში ნუ დაინახა ერთხელ მეორედ მე სელს კიდევ საკუთარ თვისებები აქვს შეიძლება მან პირველად შეიტანა როგორც წამალი მაგრამ დაინახა რომ კაცო ეს ღერო მაგარია მე კარგად იჩეჩქება კარგად ირთვება იგრიხება ხო და ასე რა თქმა უნდა ეს არ ხდებოდა ეს ხდებოდა ევოლუციურად ნელა და ჩვენ ესე იგი უკვე ქვის ხანაში ადამიანი უკვე რთავდა უკვე იყო ველური სელის ძაფი და ეს აღმოჩენა იმ წელს 2009 წელს შევიდა 10 საუკეთესო აღმოჩენად ეს დაიბეჭდა ასეთი ჟურნალია მეცნიერება Science ამერიკაში და აი დიდი აღმოჩენა იყო მთელი ამბავი იყო ჩამოსული იყო მთელი მსოფლიოს ტელევიზიები მთელი და აი ხედავთ აი მიკროსკოპიულმა ნაშთმა ნახეთ რამხელა აღმოჩენი საშუალება მოგცა ამიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია ეს პალინოლოგია და გარდა ამისა ჩვენ უამრავი აი დინაც ავიღოთ ეს ჩვენი უძველესი მეღვინეობა როგორ დავადგინეთ გადაჭილ გორაზე ხო
ნუ რა თქმა უნდა იყოს ვაზის ტვრის მართვარი ჭურჭელში, რა თქმა უნდა, ხო? და გარდა ამისა, მაგრამ ხო შეიძლება რომ მინო კი არ იყო თქვათ, ნუ თვითონ ჩაყარეს რა მარცვალი ან ის იყო წვენი, ხო? მაგრამ ჩვენ როცა შევისწავლეთ ეს შიგთავსი ან ჭურჭლების, იქ გარდა იმის მარცვლების, ხო, თვითონ მტვრის მარცვლების ვაზის იყო სახამებელი ვაზის კანის უჯრედები და თქვენ წარმოიდგინეთ ქინკლას ბუსუსები და კლანჭები. წარმოიდგინეთ, ქინქლა ხო ყოველთვის ღვინოს ეხვევა, ხო? ხო, როცა ღვინო ვინც აკეთებს დიახ, ხო და ესეც იყო დიდი აღმოჩენა. იმიტომ ჩვენ რამოდენიმე არგუმენტი უკვე რო ქონდა, როთან გვაღვინოა, მერე კიდე გაკეთდა ამერიკაში ქიმიური ანალიზი ამ კერამიკის, ქიმიურთა დადგინდა, ესეც იყო დიდი აღმოჩენა, რომ ჩვენ მსოფლიოში პირველებმა 8000 წლის წინ უკვე დავწურეთ ღვინო. ესეც შევიდა 10 საუკეთესო აღმოჩენაში იმ წელს, ეს გამოქვეყნდა 2016 წელს ძალიან კარგ ამერიკულ ჟურნალში და აი ამიტომ არა მარტო პალეოკლიმატურ პირობებს გავიგებთ, არა მარტო მცენარეულობას გავიგებთ, ნახეთ, გავიგებთ ადამიანის მოღვაწეობას, მედიცინის განვითარებას, ფარმაკოლოგიის განვითარებას, თვითონ გინაცა ეს მაუდიე როგორ ქსოვილი როდის შემოვიდა, როგორ აკეთებდა ადამიანი, უნიკალური, ესე იგი ადამიანზე აი ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს უფრო არქეოლოგიურ მასალაში. დიახ, კი, გეოლოგიურ ჭრილებშიც რა თქმა უნდა, აი ვთქვათ, ნუ მილიონი წლების წინ და აი ვთქვათ, რომ იზრდებოდა გვიმრები და ტროპიკები რომ იყო, ხო? აი ესეთ პალინოლოგიით დადგინდა. რა თქმა უნდა, კიდე არის ანაბეჭდები ფოთლის, აი ვთქვათ, იგივე ტროპიკული გვიმრების ქვაზე, მაგრამ უფრო ინახება ეს ანაბეჭდი იშვიათია, რომ ქვაზე იყოს ფოთლის ანაბეჭდი ან თესლის, მაგრამ ტვრის მარცვალი ყოველთვის და ყველგან არის, იმიტომ რომ ეს არის მიკროსკოპიული, ხო, პატაცკინდელა, რომელიც ქარს გადააქვს, წყალს გადააქვს და ასევე სულ ვრცელდება. როცა ფიჭვი ყვავის, თქვენ ხომ დაგინახიათ, რომ გუბებზე სულ ყვითელი ის არის ზოლი, ხო? აი ეს შორს არის ფიჭვი, მაგრამ ქარმა მოიტანა. ესე იგი, აზრად ვრცელდება. ვარც კი ვიცით ეს ამის დაობაზე. ჩვენს გადაგვაქვს ეს მცენარეული მტვრის ნარჩენები, ადამიანებს რო დავდივართ აკეთიკით, ილექება ჩვენს ხეულზე, თმებზე, ფეხსაცმელზე, ტანსაცმელზე. დიახ, სამოსში ფეხსა, აი იცით ფეხსაცმელი კიდე. აი ძალიან საინტერესოა, იცით რომ ფეხსაცმელს მაინც აი იგივე გეუბნებით ბრინჯაო და არა მარტო ბრინჯაო, ადრეშუა საუკუნეების. მაინც იმ დროს მაშინ ადამიანს აცმევდნენ სამოს, ნახმარს. ხო, კიდე მწერები, ეხლა ძალიან საინტერესო კიდევ რა არის, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ როდის დასაფლავეს. აი როგორ, ხო საინტერესოა, როგორ შეიძლება დავადგინოთ, აი თქვა 5000 წლის წინ სეზონში, ზამთარში გარდაიცვალა თუ ზაფხულში. რამდენად აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი ზაფხულში დასაფლავდა, გაბატონებსო, რამდენად ზუსტად შეიძლება აი ამ დროების დადგენა, როგორი საზღვრებია, თქვა, აი თქვენ თქვით, როდის დაასაფლავეს. რა სიზუსტით შეიძლება ამისი თქვა. იცით რა არის ჩვენ დიახ, ჩვენ შეგვიძლია თუ ისეთი მცენარეები არის, რომელიც ყვავის ზაფხულში და გარდა მაგის, იცით, შეიძლება ისეთი რამე იყოს სამკურნალო, რომ ზაფხულში ყვაოდა, მაგრამ სამკურნალო ყვავილები ჩაატარეს. მაგრამ გარდა ამისა, თუ ზაფხულში გარდაიცვალა, უნდა იყოს ძალიან ბევრი მწერების, ტიპების და სხვა პატარა მიკროორგანიზმების ნაშთები. ეს არის ბუსუსები, ეს არის კლანჭები, ეპიდერმისი. აი მაგალითად თაფშიც, იცით რამდენი ფუტკრის ბუსუსია? აი როგორც ღვინოში არის ბუსუსი, ქინკლასი, ასე თაფში ყოველთვის არის ფუტკრის ბუსუსი. და თუ ზაფხულში დასაფლავდა,
იმაზე ამ მასალაში ჩვენ უმეტესად ვსწავლობთ, იქნება უამრავი მწერების და ტიპების და სხვა ესეთი ძაყურში მოყვავილე ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი ელემენტები და ვიტყვით რომ ეს იყო ზაფხულში. თუ მწერები არ არის, არანაირი ნაშთები არ არის, ზოოლოგიური მასალა არ არის, ესე იგი ეს იყო ცივ პერიოდში. არც იყო თქვათ ისეთი ყვავილების ისა. აი ასე, ხლად ზუსტად ჩვენ არ შეგვიძლია თუ არ იყო ისეთი ყვავილი, რომელიც მარტო ზაფხულში ყვავის, ხო? მაგრამ მაინც ცივი სეზონი თუ თბილი სეზონი ეს შეგვიძლია ჩვენ განსაზღვროთ ამ მეთოდით. წლის რომელ პერიოდში ხო, უამრავი ეს იგი ტანსაცმელი მე იცით საინტერესო არის რომ ეხლა კვლევები ჩავატარეთ ჩვენ სამშვილდეში. სამშვილდეში ხო და იქ იყო საფალები რომელშიც იყო ძალიან სამკაულები ჩატანებული და როგორც წესი იცით სადაც არის მდიდრული გინაც ამ სამკაულით იქ ყოველთვის სამოში არის ცისფერი ბოჭკო სამოში ხო და მე ერთ-ერთ კონფერენციაზე მე ეს თქვი და არქეოლოგები და კიდე ისტორიკოსები რომელმაც იციან კარგად ისტორია ამ შუა საუკუნეების წყაროებია მე მითხრეთ რომ დიახ აი სწორედ ცისფერი და წითელი იყო ლურჯი იყო სწორედ მდიდრული მდიდრის ნიშანი დიახ აი ჩვენ ახლა კიდე შევისწავლეთ დიახ დიდგვაროვნების ტანსაცმლისფერი ხო დიდგვაროვანი არისტოკრატების ტანსაცმლისფერი დიახ დიდგვაროვანი ლევან მეფეს ჩვენ ახლა შევისწავლეთ კიდე ლევან მეფეს საფლავი იქაც ჩვენ ძალიან კი გაძარცული იყო მაგრამ ჩვენ მაინც ნახეთ მისი სამოსის ნაშთები და იქაც იყო სწორედ ძალიან ბევრი ცისფერი და იყო წითელისფერიც უფრო ცისფერი და ლურჯი აი ნახეთ ამასაც კი შესაძლებელი ხდება ამის დიდგვაროვანი იყო თუ არა ხო რომელი იმის სოციალურ რომელ ნიშაში რომელ სფეროში ეკუთვნოდა უამრავი საინტერესო რამე შეგვიძლიან დიახ აი კიდევ ერთი რაღაც მინდა დავამატო იქ როდესაც ერთი კი არა ორი რაღაცაზე მინდა გავამახვილო ორად დღევა იქ საფარხარაბას იმის დროს აღმოჩნდა წითელი ფერის ქსოვილის ნაშთები როგორც წითელი ფერის ქსოვილის ნაშთები და ეს წითელი ფერი საღებავი ან წითელი ხმელთაშუა ზღვის იმაში ფინიკიელები ამზადებდნენ ამ საღებავს ეს კი ეს ნიშნავს რომ იგივე ბამბა აზიასთან კავშირს წეგან რო ახსენეთ ბამბის არსებობა გვიანბრინჯაოს ხანაში მეორე 1000 წლეულის 2000 მეორე ნახევარში და აი ეს კიდევ ეს წითელი საღებავის არსებობა ხონდა სავაჭრო კავშირებს მიუთითებს ეკონომიკურ სავაჭრო კავშირებს იმ დროინდელი ადამიანების თქო საკმაოდ შორმანძილებზე შორქვეყნებთან და ხალხებთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობა და კიდევ ერთი როდესაც პირველი ის რომ იყო თქვა თქვენი მოხსენება მახსოვს სადაც ითქვა რომ წალკის რაიონში საფარხარაბას ეს არის თრიალეთი წალკის რაიონია იქ ეჭვი შეიტანეს როცა თქვენ თქვით რომ იქ არის ფოთლოვანი ტყე და ვაზი მახსოვს რომ რაღაც დაეჭვდნენ რა უნდოდა წალკაში ვაზი და ფოთლოვან ტყესო და როგორ დადასტურდა ეს ტბიდან აღებული ნიმუშები იგივე იმით ეს იგი ორგანული ნაშთები დათარიღებული იყო რადიოკარბონით ეს იგი ჩვენ ასაკი ვიცით ხო აი თქვა 4-5 მეტრი იყო მერე ნუ სტამობთ იმიტომ რომ ტბაშიც ილექება მტრის მაცვლები ტბაში ესე იგი იცი რა როცა არ მოვიდგინო ახლა რაღაცა მასშტაბი თანაც ჩვეულებრივი ობიოტელისთვის 3500 წელი ეს არის ქრისტეს შობამდე ხო ამას ამბობ ეს არის 35 საუკუნე კი ბატონო 1000 წელიწადი ეს მე რატომღაც მგონია რომ ამ დროს ადამიანი ველურია და ჯერ კიდევ და თურმე ასაცმელიც აცვია სინოფლორსაც აჭავს თაფლიც სკეთებაც იცის შეღებაც იცის და ბევრი 1000 დიაგნოზებსაც სვავს ავადების შემთხვევაში და აი ისიც საინტერესო ერთი რაღაც მინდა ვთქვა
აი რაც შეეხება თავსაბურავს, ამას რატო ქონდა მნიშვნელობა, რომ აი ამ სწორედ გვიან ბრინჯაოს პერიოდში ქალბატონებს ყოველი ქალბატონი ხო სქესის მოსაკაი ჩონჩხია ზრდასრული თუა ხო ანთროპოლოგი იტყვის რომ ეს ქალია თუ კაცი მაგრამ თუ ბავშვია თუ არ არის ზრდასრული იქ უკვე იმის სქესის განსხვავება შეუძლებელია იმიტომ ჯერ არ ჩამოყალიბებული ის ორგანოები რომელზეც შეიძლება ითქვას ბიჭია თუ გოგო და აი სწორედ თუ თავის ქალის ქვეშ ქონდა ესე იგი თავსაბურავის ნაშთი წარმოიდგენთ გოგონებს ბავშვებს პატარებსაც თავსაბურავით ასაფლავებდნენ ესე იგი ის გოგო იყო ამასაც ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და არქეოლოგებმა გაუსვეს ხაზი ესე იგი ნახეთ მიკრობიოლოგია როგორ მუშაობს რომ თუ ბავშვის თავის ქალის ქვეშ ანუ იყო ესე იგი ეს იყო გოგონა რაც სხვა მეთოდებით არის შეუძლებელი რომ გაიგო გოგოა თუ ბიჭი პატარა დიახ ძალიან კარგი გადააღლი თქვით ბატონ დავით დიახ ხო და კიდე აი ეს წაღან ვამბობდი რომ იმ ჭურჭელში იყო თქვა აი ეს ხორბლის შრის ჭავის მე მგონი ღომის ისენი დახარში დასურდებოდა და თან იქში იყო ზოგში ცხრის ხორცი იყო ზოგში ზროხის და ზოგში ღორის და წვანილითაც იყო რაღაცა შეკმაზე აი რასაც დათვამობს გამოდონელსო ესე შეიძლება ამ დასკვნის გამოტანა რომ შურია თქვა ხატოა იქ რაღაცა სხვა ის არის ღორის ცხრის ხორცია ამის დასკვნების გამოტანა შეიძლება აი ამ მასალიდან გამომდინარე იცით რა არის შეიძლება ითქვას ის ფაფა იყო ხორცით თუ არა როგორ ვადგენთ თუ არის ხორცი იქ არის ძვლის კრისტალები ძვლის მარილის კრისტალები და კიდე იცით რა ზოგჯერ ატანდნენ ტკბილს როგორ ვიგებთ ხორბლის გარდა არის თაფლის ნაშთები აი ერთ პატარა ბავშვს ჩაატანეს იცით როგორი აი ნუ წანდილი რა ესე იგი იყო პაპა აი რომ ეხლა რომ მიცვალებულს უკეთებდნენ შიგ იყო თხილი თაფლი იყო ხო და ის ხორბალი ესე იგი წანდილის ტკბილი პატარა ეს იყო ხათაშოი შუა საუკუნეები ამ დროს ხარაფერს არ ატანდნენ მაგრამ ეს იყო პატარა ბავშვი 12 წლის ბავშვის იყო და აი აბალოთ უბანში გაითხარა ეს სამარხი და ძალიან კარგი ლამაზი ჭურჭელი გაატანეს ბავშვს და ერთ ძალიან ლამაზ ჭურჭელში აი იყო ეს ტკბილი ტანდილი აი ტკბილი პაპა და ჩილაფავი თუ ხორცია მაშინ ჩილაფავი რომელი საუკუნის იყო ეს სამარხი ქალბატონელისო ეს საუკუნის იყო მე-11 თუ არ ვცდები ეს გამოქვეყნებულია ხო ეს შუა საუკუნეების პერიოდი დიახ ხო დიახ და მაშინ ძალიან ესეც საინტერესო აღმოჩენა იყო ნუ უამრავი კიდე ჩვენ ერთ ფენაში ვნახეთ ერთად ფქვილის ნაშთი სადაც სახმებელი ბევრი იყო ვაზისტრის მარცვლები ძაფის ნაშთი და ერთი სიტყვით ჩურჩხელა პალეოლითში ჩურჩხელას ნაშთიც ვნახეთ აი ყველაფერი იყო ერთად ძაფი კაკალი ფენაში იმაში სათავში იყო ესა აი ნახეთ რამდენი რამე შეიძლება ითქვას და როგორც საინტერესოა ესე იგი დათო კომპიუტერის გარკვეული მოიპოვება და ესეც რომ ამბობთ ქალბატონო ეხა აი ამ თქვენი დარგის რომელსაც ვიყვებით განვითარების პერსპექტივა და გზა რა არის კიდევ ესე იგი რა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი და კიდევ უფრო როგორი ხვეწება აი როგორ გონია თქვა აი ხვალზე გრასველით რა დაწურებებს და რა აღმოჩენებს მოწაფეები თუ ყავთ დიახ ეს მეცნიერება რა თქმა უნდა იცით რა არის ადრე საერთოდ არქეოლოგები ყურადღებას არ აქცევდნენ ამ პალინოლოგიას ნუ მარტო ტბებს სწავლობდნენ ამ პალინოლოგიით და ნუ მერე ამერიკაში დაიწყეს ჭურჭლის შიგთავსის შესწავლა მაგრამ სხვათა შორის აი ის რომ აი სწორედ მე და ნარიმანაშვილმა გოდეძიმ დავიწყეთ ჩვენ
ასეთ მეთოდით შესწავლა სამარხების თავის ქალის ქვეშ მუცლის არის ეს იყო პირველი ნაბიჯები ეს იყო და ეხლა უკვე მსოფლიოში აიგინაც ეს ქსოვილის უკვე ნელა უკვე ჩნდებოდა განვითარდება ნუ ჩვენ პირველებმა ეს გავარღვიეთ ეს კედელი და ჩვენ ქართველებმა ხო და ამიტომ დიდი პერსპექტივა აქვს უფრო არქეოლოგიაში უფრო ინერგება ეს არაპალინოლოგიური ნაშთები კიდე როგორც გითხარით აი ხის მერქნის უჯრედები რომელი ხე იყო ეს შეიძლება ვთქვათ რა მაგარია მე წყალმცენარეები ხო მტკნარი წყლის წყალმცენარე არა ძალიან უამრავი რამე შეიძლება ადამიანი ყოფის რეკონსტრუქცია ეკოლოგიის რეკონსტრუქცია და იცით რა არის ეხლა კიდე თუ მას გენეტიკური ანალიზი დაემატა უამრავი რამე და დიდი პერსპექტივა აქვს ამ მეთოდს და კიდეც ვითარდება ძალიან კარგად დაფუძნდა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ დიდი წვლილი გვაქვს ქართულ პალინოლოგებს ამ დაფუძნებაში არქეოლოგიაში დიდი შედეგებია და აი მაგალითად ეხლა დაიბეჭდა ძალიან კარგ ჟურნალში მეტალურგიის წიდების პალინოლოგიური კვლევა ეხლა წარმოიდგინეთ მეტალურგიაში გავშვით ეს სტატია ხო და იმათ არც კი მიიღეს როგორო იქაო ხო დაიწყებოდა ყველაფერიო არა და სავსე იყო წიდები სავსე იყო ტრისმარცვლებით იმიტომ რომ ექსპერიმენტი ჩატარებულია 1000 გრადუს უძლებს წარმოიდგინეთ არ იწვება ტრისმარცვალი ხო და მე იცით გავაგზავნეთ journal of archaeological sites სადაც იბეჭდება ესეთი სტატიები და ასევე დაიბეჭდა მოგვილოს ეს რომ ჩვენ პირველმა წიდები ესე იგი მეტალურგიის ნაშთები წიდები შევისწავლეთ პალინოლოგიურად ჩაგელიშვილი რუსუდანი იყო მისი პროექტი იყო და ესე დაიბეჭდა და ყველა გვილოცავდა რომ აი თქვენ პირველებმა ესეთ გაარღვიეთო ასე მაგრამ მუშაობს ეს მეთოდი აი ეს ცოტა რომ კიდე გითხრათ ხალხო აი ობივალტერულ თვალსაზრისით ძალიან გამიხარდა რომ მეტალურგებსაც იგივე მოსულიათ ესეთი აზრი არის რომ ორგანული არაფერი არ რჩება დიდხანს ანუ ხვა რაღაცა რკინა ეს თუ დავინახეთ და თქვენი მონაყოლით ახლა ჩემთვის საოცრება იყო რომ აი ამდენი 1000 საუკუნის წინანდელი მარცვალი მოიპოვება და თქვათ მისი ღვინის ბოჭკო ქსოვილის ბოჭკო რა გარემო არის ესეთი რომელიც ამას უზრუნველყოფს რომ ეს შესაძლებელია დიახ ეს არის მიკრონაშთი ეს არის თვალი თუ ხილავი ნაშთი და თურმე ბუნებაში არაფერი არ ქრება იცით რა პირველად რომ მიმიყვანეს ბატონ გოდერძი რომ მიმიყვანა სამარხთან და ნიუშები აიღეო გადავირიე როგორ კაცო მარტო ძვლებია რა ავიღო მე რომ ავიღე თავის ქალა და იქ რომ დავინახეთ ეს ორგანული ის დაშლილი აი ეს რომ უბრალოდ რომ თქვა აი დამპალი დაშლილი ის რომ ავიღეთ იქ თმის რა ნახეთ აი იცით რა არის კოლევები სადაც ტილის ნაშთიც კი ნახეთ თმაში ვისაც ტილი ყავდათ ანუ მიკროსკოპიური ბუნებაში არაფერი არ ქრება თურმე მიკროსკოპიულ დონეზე არაფერი არ ქრება ბოჭკო რა არის ბოჭკო არის 10 მილიმიკრონი აი ვიტყვი ჩვენ ვადიდებთ 500-ზე 1000-ზე მიკროსკოპიულად თვალი მიყოლ არაფერი არ არის ხო გაქრა მაგრამ ეს არის სასწავლი რომ მიკროსკოპიულად ბუნებაში არაფერი არ ჩვენ თავის კვას ყველაფერი ეს საოცრებაა მართლა და რა ლამაზია რომ იცოდეთ მიკროსკოპი როგორი ლამაზია ის ბოჭკო როგორი ლამაზია ეს მტვერი რა სკულპტურები აქვს ლამაზიც არის საინტერესო ძალიან საინტერესო აი ხა თუ რამე გამოჩნდება ეს თქვენი წერების ის ანანაურის ყორღანის ის არის კვლევების აი გადიდებული დიახ აი ცაცხვი ნახეთ რა ლამაზია ცაცხვის მტრის მარცვლები აი სწორედ ცაცხვი არის თოფლოვანი მცენარე და აი სწორედ აი ბაზამირება რო იყო რამოდენიმე იქ ჩონჩხის აი სწორედ მის ხო ძალიან აი ნახეთ როგორ ინახება გადასარევად ინახება ყველაფერი გადასარევად ნახეთ როგორ ჩანს ყველაფერი მთელი სკულპტურები და მორფოლოგიური ნიშნები რომ აი ნამდვილად ცაცხვია
ეს წაბლია, ხო, ეს კაკალია, ვაზია. დიახ, კარგია რომ თქვენ ეს წიგნი გააქვთ. ეს არის შესანიშნავი, არა იცი რა, ეს უკვე ეს დასკვნა რომ აი ხა ბოლოს გავუტანეთ საუბრო თქვა რომ არაფერი არ ხდება ბუნებაში, აი რაღაცა მიკროსკოპიულ ძალიან მცირე დონეზე ეს ფილოსოფიურ შეხედულებასაც ატრიალებს საერთოდ რა სხვადასხვა უნდა დავინახოთ უკვე მაშინ რეალობა ძალიან საინტერესოა. ეხლა ერთი გულსატკენიებავი მინდა თქვა, აი მაშინ საფარ ხარაბაში აღებული ნიმუშები იყო მათაში როგორც ვიცი ისინი ზის პროდუქტების სავარაუდოდ და ის იყო გამოსაკლები, მაგრამ არ დააფინანსა არავინის ის მასალა და მე როგორც სამწუხაროდ ეხლა უკვე დაძაბულია. იქ ქიმიური ანალიზები იყო საჭირო. დიახ, ამიტომ არა, ნუ ეს უკვე დიახ, სხვა ეს ჩვენი პრობლემაა. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით რომ გრანტები მოვიპოვოთ და რაღაც დაფინანსება ვიშოვოთ რომ მაგრამ ზოგი ქიმიური ძალიან ძვირადღირებული მეთოდია. აი გენეტიკური ანალიზები ძალიან ძვირადღირებულია. გრანტები სხვა იმას დღეს უკვე სხვა თემაზე გადავალთ გრანტებით. ჩვენ დავჭერთ იმ სასიამოვნო საუბარში. არა, იმიტომ რომ ჩვენი დაფინანსება ძალიან და არა, სხვათა შორის ბევრი რამე გააკეთა რუსთაველის ფონდმა, ჩვენმა. რუსთაველის აი ძალიან ბევრი რამე გააკეთა მართალი უნდა კი. აი ჩვენი ეს წიგნი ბრინჯაოს 20 შევისწავლეთ 20 ძეგლი ადრე ბრინჯაოსი და წიგნი გამოვეცით. აი ეს ფონდი რო არა, ვერაფერსაც ვერ ვიზავდით ჩვენ. 20 ძეგლის მასალა გამოქვეყნდა პალინოლოგიური ძალიან დიდი კარგი წიგნი გამოვაქვეყნეთ 20 წელს 2020-ში. და ეხლა ძალიან ბევრმა ვინმემ გააკეთა რუსთაველის ფონდი ძალიან გვეხმარება. ძალიან. და მოსაფეები ხო ყავთ ხალხადონები, გამზელებლები თქვენი. მოსაფეები ხო ყავთ, მოწაფეები, გამგზელებლები ხო ყავთ? დიახ, მე მყავს ეხლა ორი. ერთმა დაიცვა 2013 წელს და მეორემ დაიცვა 2015-16-ში. კი, მაგრამ კიდე მე ამის წინ გაუზარდე, ეს იყო გერმანიის პროექტი, სომხებს ძალიან კარგი გოგო გაუზარდე პალინოლოგი. იქ არ იყო პალინოლოგია საერთოდ პალინოლოგი სომხეთში. არ იყო. ხო და იყო პროექტი, იმათთვის ჩვენთვის უნდა გაეზარდათ თესლების სპეციალისტი და ჩვენ კიდე უნდა გაგვეზარდა პალინოლოგი. ჩვენ კი გავზარდეთ, მაგრამ იმათ ვერ გაგვიზარდეს თესლების სპეციალისტი სამწუხაროდ. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და ეხლა უკვე იცავს დისერტაციას და ძალიან მიხარიან, რომ ჩემი მოწაფე იქაც. კიდე მოწაფე მყავდა, გითხრათ, მოწაფე მყავდა მელბურნის უნივერსიტეტიდან. ჩამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი დია, ჩამოვიდა, უნდა მას შესწავლა ტბების. ხო და ნუ ერთი მარგალიტაძე ყავდა გარდაცვლილი დღეს ნათელში იყოს, მასთან მივიდა და ისწავლობდა ტბებს. ხო და იმან თქვა რა, ყველაფერი შესწავლილიაო. რა უნდა შეისწავლო. მე მოვიდა ჩემთან. ხო და მე დავთანხმდი, ავიყვანე, დაიცვა, ისწავლა ქართული ენა, 3 წელი აქ იყო თითქმის. ხო და ვიყავი მისი ხელმძღვანელი. ასე რომ აგერ მე იცით რა, ძალიან კარგი მასალა გამოვიდა. ჩვენ რო ზუზვანას აღმოჩენა რომ გავაკეთეთ და რომ დადგინდა რომ უკვე იყო ძაფი, ვინც იყო მთავარი არქეოლოგი, ისწავლიდა და მუშაობდა უკვე ჩინეთის ქვის ხანას. ხო და იქიდანაც გამომირბენინა ნიმუშები და ჩინეთის ნიმუშებიც გავაკეთე. და ძალიან საინტერესო იყო ერთ ფენაში. აი იყო ძალიან ბევრი სელის ძაფი, იყო ნუ ცოტა ეს უფრო გვიანდელი ვიდრე ჩვენ. იყო სელის ძაფი, იყო ორი ნემსი, მახათი ნემსი და იყო ბუმბული. პინბელის ბუმბული. ნუ მე დავაფიქსირე. რომ აი ამ ფენაში არის ესე იგი ბუმბული, არის ბევრი ეს ძაფის ნაშთი. ხო და იმათ ხო უკვე ნემსები იპოვეს და იმათი შედეგი და იყო აციება, კლიმატური აციება იყო. აიო ზუსტათო აციება იყო, ხო და
აი ამ მახათითო კერავდნენო პუხავიკებს აი იმით ხო იცით როგორ არის ქართულად იმით თბილ სამოს აი ასეთი ადგილ გადაიბეჭდა ნემსები ძვლის იყო არქეოლოგმა ასეთი დასკვნა გააკეთა სიცივე იყო და იმიანი ბუმბულიანი ესე იგი ქურთუკები კერავდა აი ამ აი ხო მაგარია რა ხო საინტერესოა ერთად მახათი ნემსები ძვლის იყო ძვლის და სხვათა შორის ძვლის და ჩვენთან აი მე თავარი არ გითხარით ჩვენთან კიდე აი ამ ფენებში სადაც ეს ბოჭკო მე ვნახე პირველად იქ ნახეს ძალიან წვრილი ნემსი წვრილი ყუნწიანი და თავს იდეხავდნენ კაცო რა აი რას უბნევდნენო ხო იცით რომ მაშინ იყო მახათები და მაშინ ძაფი რა იყო ძაფი იყო თევზის გამხმარი ნაწლავი თევზის ნაწლავებს ახმობდნენ ხო და იმას იმ მახათში უყრიდნენ მაგრამ ეს იყო ძალიან წვრილი ხო და მე ეს აღმოჩნდა რომ გავაკეთე აი თურმეო ნახეთ ძაფს უყრიდნენ იმ ნემსშიო და ერთად ახლა გამოფენაზე დევს ნემსი და ეს ბოჭკოს არა უნიკალური მასალა უნიკალური ძალიან საინტერესო არქეოლოგია და მე ხლა ვერავინ ვეღარ მომწყვეტ არქეოლოგიას მე აღარ მინდა რაღაც ტბები რაღაც არაფერი მხოლოდ არქეოლოგიას ვსწავლობ და ძალიან საინტერესოა წარმატებები შესანიშნავია და მართლა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ დღეს დასაფიქრებელიც და მომავალში კიდევ უამრავი შეკითხვები იქნება დარწმუნებულად რა სიტყვით არა ძალიან საინტერესოა და მე ველოდებოდი ამ იმას რომ მინდოდა რომ ქალბატონ ელისოსთან ქონოდა ეს შეხვედრა სადაც რაღაცას ვიცნობდი მაგრამ მისი კვლევებიდან ნაშრომებიდან ამდენი მეც არ ვიცოდი და ძალიან საინტერესო იყო და დიდი მადლობა იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ რასაც თქვენ იკვლევთ და აი უზარმაზარი ინფორმაცია რომლის გარეშე ძალიან გაღარიბდებოდა ეს ცოდნა იმ პერიოდებზე აი ვიან ბრინჯაო თუ ადრე ბრინჯაო თუ პალეოლითი ნიკა თუშაბრამიშვილის დროის გათხრილი ძუძუანას ნიკა თხრიდა ხო თუ არ ვწდები თუშაბრამიშვილი ხო და მამა მისი მამა თქვენ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ რომ გაქვთ თქვენ რადიოს რა ინტერესი და უღრმესი მადლობა რომ მიმიწვიეთ ძალიან ვეცდებით რომ ტექნიკური რაღაცები მოვაგვაროთ ბოდიშუხტი მაყურებელს დღეს და კიდევ სხვა დროსაც გთხოვთ რომ იმიტომ რომ წარმოდგენებს ცulis ახლა დაკვირებული ადამიანისთვის და დაინტერესებული გონებისთვის რაღაცა სხვანაირად იხატება რეალობა და სურათი და დიახ ნამდვილად გეთანხმებით მადლობა თქვენ იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით ამ ჩვენ იმაში რა ქვია რადიო დარიოში დიახ ამ ინტერნეტ ამ იმაზე ტექნიკაზე ვიფიქროთ ოღონდ რაღაცას მოვაგვარებს კი გვასწავლა ჭკუა გამოცდილება აბა დროებით და კარგად წარმატებები თქვენ რადიოს წარმატებები თქვენ